ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან გალობლიშვილის განცხადებაში. იგი მიმართავს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებსა და პარტნიორ ქვეყნებს მკაცრად დაგმონეს ფაქტი. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ეგრეთ წოდებული არჩევნები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგულ შედეგო მცდელობას. საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები არის არალეგიტიმური და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმებისა და პრინციპის გათვალისწინებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია, ხოლო იქ დარჩენილ ეთნიკურ აფხაზებზე უკვე ათეული წლებია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივად ხორციელდება ზეწოლა. მოუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს და ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მკაცრად დაგმონეს ფაქტი. ჩვენი მთავარი მიზანია გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა მშვიდობიანი გზით მოხდეს აფხაზეთში ჩვენი დროებითი დევნილი მოსახლეობის უპირობო დაბრუნება და აფხაზებთან ერთად ერთიანი სახელმწიფოს პირობებში ჩვენი საუკუნოვანი ერთობის აღდგენა. აფხაზეთის მთავრობა მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ.